საქართველოს ეროვნულ ვალუტას მალე ახალი ლოგოტიპი ექნება. ლარის სიმბოლო შესარჩევად კონკურსი დღეიდან გამოცხადდა. მსურველებს განაცხადების გასაგზავნად ერთთვიანი ვადა აქვთ დაწესებული. განსაზღვრულია ის კრიტერიუმებით, რომლებსაც საკონკურსო კომისია სიმბოლოების ესკიზების ავტორებს უწესებს. 18 წლიანი ისტორიის მქონე ლარისთვის მომავალი სიმბოლო პირველი იქნება განსხვავებით მსოფლიოში ცნობილი არაერთი ვალუტისგან, რომელთა ლოგოტიპები ასლეულებს ითვლის. ქართული ეროვნული ფულის ნიშნის მიმოქცევაში ჩაშვებიდან 20 წლის შემდეგ ქართულ ლარს საკუთარი სიმბოლო ექნება, რომელიც საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის დროს ერთი იოლად დასამახსოვრებელი ნიშნით მიანიშნებს ვალუტის წარმომავლობას. მხატვრებს და დიზაინერებს ეროვნული ლოგოტიპის შესაქმნელად დღეიდან ზუსტად ერთი თვის ვადა ეძლევათ. დაიწყება განაცხადების მიღება ერთი თვის განმავლობაში, შემდგომ ეს ყველაფერი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯარო და მე იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენს ვალუტას ექნება თავისი სიმბოლო, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ვალუტებს. ლარის სიმბოლოს შესაქმნელად კონკურსი ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაცხადა. საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 27 იანვარია. ამის შემდეგ დროებითი კომისია გამარჯვებულს 90 დღის ვადაში გამოავლენს. გადაწყვეტილებას ეროვნულ ბანკში ვალუტის პოპულარიზაციის აუცილებლობით ხსნიან. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ლარის პოპულარიზაციას და მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანას გააჩნია თავისი ვალუტის აღმნიშვნელი სიმბოლო. მათ შორის ჩვენს რეგიონშიც შესაბამისად ფიქრობთ, რომ ლარის სიმბოლოს შემოღება დადებითად აისახება მის იმიჯზე და უფრო პრაქტიკულს გახდის მის გამოყენებას. ქართული ეროვნული ლარი ბრუნვაში 1995 წლიდან ჩაეშვა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მოამბესთან საუბარში იხსენებს, როგორ იქნებოდა პირველი ქართული ფულის ნომინალი. სახელწოდება ძველი ქართულიდან შეურჩიეს, რაც საგანძურს ნიშნავს. დიზაინ და ქაღალდის კუპიურებზე დასატანი ქართული სიმბოლიკა მხატვარმა ნოდარ მალაზონიამ შექმნა. თავდაპირველი ესკიზი რამდენჯერმე შეიცვალა. პირველი ქართული ფულის ნიშანი საფრანგეთში დაიბეჭდა. როცა ნახე მე ეს ფული, ამ დროს ხას უსვავ არ ვაკნინებ იმ კომისიის მუშაობას, რომელმაც შეიმუშავა დიზაინი და ყველაფერი, ფაქტობრივად ეს არ იყო ფული. მას არ ქონდა ფულისთვის დამახასიათებელი აუცილებელი ნიშნები და მასზე იყო ესეთი სურათები თუ ფოტოგრაფიები, რომელიც ფულისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ მოგვიწია ფრანგებთან ხელშეკრულების დარღვევა ნაწილობრივ და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ახალი ფული გაკეთდა. ის მსოფლიო ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ფულის ყველაზე ძველი და ცნობილი სიმბოლოა. ამერიკული დოლარის ისტორია და მისი ლოგოტიპი 200 წელზე მეტს ითვლის. ერთ-ერთი ვერსიით ლათინური ესი ესპანეთს აღნიშნავდა და ლოგოტიპს იმ ოქროს ზოდებზე ტვიფრავდნენ, რომელიც ესპანეთიდან ამერიკაში გაჰქონდათ. ხაზები კი იმის აღმნიშვნელი იყო, რომ ტვირთმა დანიშნულების ადგილს მიაღწია. 900-ზე მეტ წელს ითვლის გაერთიანებული სამეფოს ბრიტანული ფუნტის ლოგოტიპით. სიმბოლო და სახელწოდება სათავეს ისტორიკოს უოლტერ პინჩბეკის თანახმად მე-12 საუკუნეში იწყება და ისტერლინგ სილვერს, ანუ აღმოსავლეთიდან შემოტანილ ვერცხლს ნიშნავს. ისტორიის თანახმად ვერცხლის მონეტები ბრიტანეთში მიმოქცევაში ჩრდილოეთ გერმანიიდან შევიდა. ევროპის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ერთიანი ვალუტის შექმნის იდეა ფრანკფურტში 1995 წელს დაიბადა. 1996 წლის 12 დეკემბერს საერთაშორისო კომისიამ კონკურსში გამარჯვებულად 4-კაციანი ჯგუფი და ევროს ნიშანი, ყვითელი ვარსკვლავებით გარშემორტყმული ევროპის ლურჯის სიმბოლო გამოავლინა. თუმცა ლოგოტიპს დღემდე ასაჩივრებს გრაფიკოსი არტურ ეიზენმენგერი, რომელიც ადასტურებს, რომ ლოგოტიპი მისი შექმნილია. ამ დროისთვის უცნობია, ვინ და რა კონკრეტული კრიტერიუმით შეაფასებს საკონკურსო ნამუშევრებს. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ქართული ლარის სიმბოლო არც ერთ აქამდე ცნობილ ფულის ლოგოტიპს